ჩვენ ფაქტიურად ერთმანეთი გავიცანით ერთ-ერთი ძალიან საინტერესო პროექტის, ასე ვთქვათ, საფუძვლებში. როდესაც ჩვენ ერთმანეთს გაუზიარეთ ძალიან მაგარი იდეა იმისა, რომ საქართველოში იყოს ესეთი სასწაული შოუ, რომელიც 18 მაისს ჩვენს მაყურებლებს მოელის. ნამდვილად. ორი სიტყვით აი შენი мотиваცია, შენი სურვილი რა იყო ამ ყველაფრიდან? სულ ყოველთვის აი ძირითადი мотиваცია რაში მდგომარეობდა, რომ ჩვენ ჩემს სამშობლოში ყოფილიყო მაღალი ელიტარული მხატვრული დანების გამოფენა. მისთვისაც ჩვენი ქალაქი საუკეთესო ადგილია, გეოპოლიტიკური მდგომარეობითაც და თავისი ხიბლითაც და სილამაზითაც და კლიმატითაც. ამიტომ ჩვენ პირველი სატესტო გამოფენა გავაკეთეთ შარშან 2 ივნისს, რომელმაც საუკეთესოდ ჩაიარა, წარმატებულად ჩაიარა და ამან კიდევ უფრო მეტი საშუალება მოგცა დაგვენახა უფრო დახვეწილი, უფრო ელიტური, უფრო ექსკლუზიური გამოფენის ჩამოყალიბების რაზე ჩვენ მთელი წელი ვიმუშავეთ და მალე იქნება 18 მაისს. კი, სასწაული გამოფენა გველის ამ ნაწილში. თვითონ დარწმუნდები. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობა. კი. იდეა როგორ განხორციელდა. კი ბატონო. იქნებიან მონაწილეები ევროპიდან, რუსეთიდან, ბელორუსიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ჩვენი მეგობარი ბერტი. სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი შედის სოფლიოს 30-ეულში, ბერტი რიტვილდი, ჩემი მეგობარი, ახლო მეგობარი, ისიც ჩამოვა თავისი უნიკალური ნამუშევრებით. თან ყველაზე მაგარი რა არის ამ პროექტში ზოგადად რა? ანუ ფაქტიურად როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონში არსებული დანების და ცივი იარაღის მოყვარულს ეძლევა იმის საშუალება, რომ ფაქტიურად სოფლიო დონის ოსტატების თავშეყრის ადგილას დაესწროს, ხო? და გარდა იმისა, რომ თქვათ, ეძლევა წვდომა უკვე ისეთ ნაკეთობებზე, რაც ფაქტიურად შეუძლებელია, რომ სხვა შემთხვევაში ცხოვრების მანძილზე შეიძლება ვერასდროს ვერ ნახო, ხო? ანუ თუ სწორ ადგილას არ მოხვდები სწორ მომენტში. და აი ამის საშუალება ეძლევა და შესაბამისად ეს არის მართლაც ანუ გეოპოლიტიკური ივენთია, მე ესე დავარქმევი რა, იქიდან გამომდინარე. როცა კოლექციონერი მოფრინავს მოსკოვიდან, პრაგიდან, ბერლინიდან, ეს არის მართლაც კი. მეტყველებს. გამომდინარე აქედან, ანუ საკმაოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პირველი ქართული საერთაშორისო მხატვრული დანების შოუ. მე ესე შევაფასებდი ამ მოვლენას. ანუ ნამდვილად ამას ანალოგი არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ პარალელურად ძალიან ბევრი შოუ შეიძლება ჩატარდეს, თუმცა აი ეს ნიშა მე მგონი მხოლოდ ამ შოუს აქვს, ასე ვთქვათ, აღებული და ის არაერთ კიდევ სიახლეს შესთავაზებს ჩვენს გულშემატკივრებს და აი ამ კონკრეტული ნაკეთობების და კოლექციონერების, მოყვარულების, ოსტატების, ასე ვთქვათ, გარემოცვას და აუდიტორიას. 18 მაისს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 13 საათიდან პულმანის სასტუმროში ჩვენ გიმასპინძლებთ, სასწაული მასპინძლობა გელით ჩვენი მხრიდან, იმიტომ რომ როგორც ზაზა მახსენა, ზაზას თაოსნობით სასწაული ოსტატები არიან წარმოდგენილი როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სცენიდან, ასე რომ ყველას გელით ძალიან საინტერესო ღონისძიება გველით. სულ რაღაც ერთ კვირაში. ნამდვილად. დღეის სწორს არა. სპეციალურად ავარჩიეთ კვირადღე, როდესაც შედარებით ნორმალურად შეიძლება ქალაქში მანქანით გავიდეს. ზუსტად. თან პირველი საათზე იწყება, ხო? პირველ საათზე ვიწყებთ. ყველა მოახეროს კარგად გამოძინება, დასვენება და მოვიდეს დასვენება. კარგი განწყობით, რაც თავარია. კარგი განწყობით.